ჩვენს ეთერში სტუმრობის დროა. ახლა უნდა გაგაცნოთ უკრაინაში დაბადებული ქალბატონი, რომელიც გახლავთ მწერალი, ღვინის ექსპერტი და სხვადასხვა კულტურული პროექტის ავტორი. მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ძალიან საინტერესო ეპიზოდს მიმოვიხილოთ, მაგრამ ჩვენი გადაცემის სტუმრობის მთავარი თემა მაინც მის მიერ შექმნილი წიგნებია. გაიცანით საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი დარია ხოლოდილინა, რომელიც უკვე შეგვიძლია მოვიწვიოთ სტუდიაში. დილონ მშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. წიგნებიც ადგილზეა, ხედავთ, გავეცნობით აუცილებლად. პირველ რიგში ალბათ ლოგიკურად ყველას უჩნდება კითხვა, გიორგი მახსენა უკვე რომ 10 წელია საქართველოში ხარ. 12. უკვე 12. ძალიან კარგი. როგორ აღმოჩნდით, აი რა იყო საწყისი მიზეზი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის? თბილისი, ზუსტად თბილისი, იმიტომ რომ აქ ვიყავი სამოგზაუროდ მისული და ძალიან მომეწონა ქალაქი და რამდენიმე მოგზაურობის შემდეგ ვიფიქრე, რატომაც არ ვიცხოვრო ცოტა ხანი. და ცოტა ხანი ცოტა გაგრძელდა. 12 წელი გახდა. ცოტა ხანი. ნამდვილად. ძალიან კარგი. მოდით გადავიდეთ წიგნზე, რომელიც ძალიან საინტერესო მიგნებებით არის წარმოდგენილი. წიგნის აღწერაში ჩვენ წავიკითხეთ, რომ ნახავთ შეიძლება? წარმოდგენილი გაქვთ ორი პერსონაჟი. მანდ ბევრი პერსონაჟი. კი, ბევრი პერსონაჟი, მაგრამ ქალაქის ხმები. ერთი რომელიც მალინას ყიდის და ჟოლოს ყიდის და მაგრამ მალინა ჯართის კაცი, რომელიც იბარებს ჯარს. ძალიან საინტერესო მიგნებაა. მოგვიყევით ამ წიგნის შექმნის. რატომ გაგიჩნდათ იდეა, რომ ეს ორი ადამიანი შეგეხვედრებინათ, ეს ორი ხმა? იმიტომ რომ ესეთ ჩემ პირველ ბავშვს რო ვაძინებდი ხოლმე, ან ერთი ან მეორე მოდიოდა ხოლმე და მესმოდა და ვფიქრობდი, რა კარგია რომ ერთდროულად არ არიან. მე ვიფიქრე ნეტა რატომ არ არიან, მე ვიფიქრე იქნებ რაღაც გაბრიაძის სტილში სიყვარულის ისტორია ხომ არ არის მანდ რომ რაღაც ჯადომ ესე რაღაცა ჯადო აქვთ და მაგიტომ ერთმანეთს ვერ ნახულობენ და ვეღარ ხო და მე აქ წიგნში დავამატე და ხდებიან ერთმანეთს ვაკეში და მე ძალიან საინტერესოდ ვითარდება ეს ისტორია. მოკლედ იუსტიციის სახლთან ქორწინდებიან. უი, რა დიახ. რატომაც რა ნებისმიერ ასაკში სიყვარული არსებობს. მინდა აღვნიშნო, რომ ამათი ხმა სულ მესმის და არასდროს არ ვიცი სახეზე როგორები არის. ზუსტად ეგრეა და მოკლედ აქ არის როგორც მე და ია მახატაძე, ჩემი ილუსტრატორი, როგორ წარმოვიდგინეთ ეს პერსონაჟი. მე თან მინდა რომ ნახოს ჩვენმა მაყურებელმა ეს წიგნი და სხვათა შორის აქვე გადავშლი ძალიან საინტერესო ილუსტრაციებია, რომელზეც უნდა კითხოთ. თითოეული უბანი არის აი ესე ლამაზად დასურათებული, ნახეთ. აი ახლა რასაც ხედავთ, ეს არის ძველი თბილისი. კი, ძველი თბილისი, მაგრამ მე მინდოდა რომ არა მარტო თბილისი და რუსთაველის გამზირი იყო, ანუ ძველი თბილისი რუსთაველის გამზირი, მაგრამ ანუ საბურთალოც არის. მარცხენა სანაპირო ვაკე. აი ეს არის ვაკე. ეს ვაკეა. და ხო, ასე გრძელდება, კი ბატონო, მშრალი მარკეტებით და ყველაფრით როგორც არის ხოლმე. მოკლედ ბევრი დეტალი არის მოსაძებნია და ძალიან საინტერესო ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. საინტერესო გადასვლა. ეს იყო პირველი წიგნი. მეორე, რომელიც ასევე მინდა გაჩვენოთ, ეს არის აბსოლუტურად სხვა თემატიკის. ხო, მეორე პასუხობს კითხვაზე, მეორეს როჯის საფირი. პრაქტიკულად ძალიან პოპულარული კითხვა არის. პოპულარული კითხვა თქვენს გისვამდნენ, ესე იგი. დიახ, რა თქმა უნდა, ანუ პირველი რო გავაჩინე საქართველოს. ეგრევე იმიდან სამშობიაროდან რო გამოვედი, ეგრევე დამსვეს. ხო და მოკლედ მეორე ბავშვის მოლოდინში ვფიქრობდი როგორ გაუხსნა უკეთესად უფროს შვილს რა ხდება. იმიტომ რომ 3 წლის იყო და ანუ ჯერ ვერ ხდებოდა საერთოდ ეს პროცესები და აქ არის პატარა ისტორია იმაზე რომ ბავშვმა გაეგო რომ დედა არის პეხმძიმე და ფიქრობს რას ნიშნავს ანუ მძიმე პეხები აქვს როგორც სპილოს ან ბევრს ჭამს ანუ რა ხდება. მე ხდება რომ პატარა ბაი არის მუწელში, მე მზადდება მშობლებთან ერთად, მე გაიგებს რომ ბებოსთან და ბაბუსთან უნდა დარჩეს, ანუ მზად ფსიქოლოგიურად მზად რო იყოს ბავშვი იმისთვის რომ ცოტა ხანი დედა და მამა სადღაც სწავლენ. მე ბრუნდებიან ბაიასთან ერთად და მე ხდება რომ ბაიასთან თურმე თამაში ეგრევე არ შეიძლება, თურმე ბაია ტირის, თურმე დედა იღლება, მაგრამ მე ყველაფერი კარგად ხდება და ანუ უკვე პატარასთან ერთად თამაშობს და ასწავლის ყველაფერს, რაცაც თვითონ იცის. ეს არის ერთგვარი ახალგაზრდა მშობლებისთვის ერთგვარი პატარა მასტერ-კლასი, ხო, როგორ შევაბუოთ. ანუ იმიტომ რომ პატარებს კითხულობთ და ანუ უფრო სწორად ანუ მომავალ უფროს ძმებს და დებს და ეგენი ხდებიან ანუ რა მოლოდინი უნდა გქონდეთ. ანუ expectation management-ი არის, ანუ მოლოდინების მენეჯმენტი, რომ ბავშვმა გაიგოს რისთვის უნდა იყოს მზად და არ ინერვიულოს ძალიან როცა ბავშვი გაჩნდება. და სხვათა
საერთაშორისო ჩვენს ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ ძალიან უყვარს თავისი პატარა ძმა და და ალბათ ამ წიგნის დამსახურებაც არის ეს ყველაფერი. მე მგონი დიდი დამსახურება, იმიტომ რომ ბავშვები სწავლობენ ზუსტად ეგრე ნახატების საფუძველზე. დარია, ძალიან საინტერესოა ზოგადად თქვენი ცხოვრება, იმიტომ რომ არის ძალიან მრავალფეროვანი. მე და გიორგი გუშინ ერთმანეთს უზიარებდით, რომ რომელ თემაზე გავამახვილოთ ყურადღებაო, იმდენად საინტერესოა. ნუ ამ ეტაპზე წიგნები ავირჩიეთ, მაგრამ საინტერესოა, ასევე თქვენ ხართ ღვინის ექსპერტი. დიახ, ეს ჩემი პირველი წიგნები არ არის, ანუ საბავშვო კი პირველია, მაგრამ ისე ღვინის გზამკვლევის თანაავტორი ვარ. ღვინის სკოლაში ვასწავლე, შალვა-ხეთურიანის სკოლაში, საერთაშორისო კურსებს, საერთაშორისო ღვინოებს ვასწავლე და ქართულ ღვინოებსაც. როგორი წარმატებები გაქვთ ამ მიმართულებით? როგორც ვიცით, ჩვენ ვიცით, მაგრამ ყველაზე ბოლო არის IWC-ის საერთაშორისო ღვინის და სპირიტების ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ჯილდო, Emerging Talent in Wine, ანუ ახალი ნიჭი ღვინის სფეროში, ანუ ლონდონში არის ამ კომპანიის მთავარი ოფისი და ანუ ძირითადად მსოფლიოში უყურებენ რა ხდება ღვინის სფეროში და ანუ ესეთ გამორჩეულ ხალხს ეხმარებიან, რომ უფრო დიდი პლატფორმა მივიღოთ ჩვენი ნიჩების განსაკუთრებად. აღიარებაც გაქვთ ხო, რაღაცა ესეთი? კი, საქართველოს სომელიას ასოციაცია მიენიჭა ქართული ღვინის ექსპერტის დონე, ისე ვთქვათ. და ხო, ანუ ეს Emerging Talent არის ჯერჯერობით ყველაზე დიდი საერთაშორისო ჯილდო, რაც მაქვს და ასევე ხო, ანუ საერთაშორისო სერტიფიკატი მაქვს, როგორც ღვინის გამნათლებელი. როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში ზოგადად? ბევრი ვიმოგზაურე საქართველოში, როცა ჩამოვედი და მივხვდი, რომ აქაური ღვინო არის სულ სხვა ისტორია, იმიტომ რომ უკრაინაში სადაც დავიბადე და გერმანიაში სადაც ცხოვრობდი, ღვინის ინდუსტრია არის საკმაოდ სერიოზული, მაგრამ ანუ სხვა სტილში ღვინო კეთდებოდა საერთოდ და საქართველოში იმდენად სიღრმისეული თემა ყოფილა, რომ ძალიან შემიყვარდა ქართული ღვინო და მეღვინეები როგორ მუშაობენ. რომელი სახეობა გავს უკრაინულს უფრო? უკრაინაში სხვათა შორის რკაცეტელი, საკმაოდ ბევრი რკაცეტელი გვაქვს უკრაინაში, ასე რომ ეს ჯიშენაცნობი იყო, მაგრამ ქართულ წესად დამზადებული სულ სხვა არის. ისე ჩემი საყვარელი ჯიში კახური მწვანეა. მშვენიერი. ბევრი სფერო ვახსენეთ, რომელშიც ხართ აქტიურად. აი ამ ეტაპზე რა მიმართულებით მუშაობთ? ან შემდეგ წიგნს უნდა ველოდოთ? კი, ისევ გეგმავს სერიებს, ანუ ეს თბილისი დეტალებში არის პირველი და მე მინდა ეროვნულ პარკებზე რო გავაკეთო, ასევე ბავშვებმა რო აღმოაჩინონ საქართველოს ეროვნული პარკები, რა შეიძლება გააკეთო, როგორ შეიძლება ითამაშო ამ საინტერესო ადგილებში და აი ამ ციგნის ლოგიკური გაგრძელება იქნება რამე მაგალითად სტომატოლოგთან სასვლაზე ან აცრებზე და ასევე ფინანსებზეც მინდა რომ პატარებმა გაეგოს ფულის ფასი, ფული როგორ იშოვება და როგორ შეგიძლია შეინახო და მე დახარჯო იმაზე რაც გინდა. დიახ, და ძალიან საინტერესო გზა გაიარეთ აი ეს ციგნები, რომ აი ესე სისრულეში მოგეყვანათ და მოგვიყევით ამის შესახებაც თუ შეიძლება. იმუშავეთ ბევრი ილუსტრატორთან. კი. საგამომცემლო. ისე ორსულობის დროს ვამზადებდი ამ ყველაფერს, ანუ ეს არის ჩემი ჯგუფები, ისე ვთქვათ. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ჯერ უკვე იდეები მქონდა, კონცეფცია მქონდა დაწერილი, ტექსტები მქონდა დაწერილი. მე ვიპოვე ილუსტრატორები, ტინა ცოწოლაშვილს ასევე ეგრეთ ანუ ტინა მუშაობს ფსევდონიმით ტინა ჩერტოვა. და არის საერთოდ მურალების არტისტი, ანუ დიდ ასპარეზზე მუშაობს, მაგრამ კი, შენობებზე ხატავს, კი. მაგრამ მე ძალიან მინდოდა, რომ ეგეთი სახალისო ფერადი, სასაცილო პერსონაჟები რო შექმნილი იყო და ტინას მივწერე და იას მხოლოდ ინსტაგრამში დავუკონტაქტე, ია მუშაობს სულაკაურის გამომცემლობაში და ვფიქრობდი, რომ ძალიან დაკავებული იყო და ცნობილი მხატვარია და ალბათ არ დაეტანხმებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან შედგა. ანუ თბილისის ილუსტრაციები ია მახატაძე არის, ეს არის ტინა ჩერტოვა და ჩინეთში დავბეჭდე, ჩინეთში მომიწია, იმიტომ რომ მან სამწუხაროდ ბევრად უფრო იაფია. ხო და ნუ მოკლედ ბევრი ვიმუშავე ესეთ საერთაშორისო რეჟიმში და ეს ციგნი დაიბეჭდა 22 აგვისტოს და 18-ში გაჩნდა ჩემი მეორე შვილი. ანუ ისე ყველაფერი ხდებოდა ლაივ რეჟიმში, იქიდან კოორდინაცია ხდებოდა. და თქვენ თქვით რომ ჩამოხვედით საქართველოში, თბილისში კონკრეტულად მოგეწონათ ქალაქი და გადაწყვიტეთ ვიცხოვრო რატომაც არა. საინტერესო როგორ გამართლა მე ეს მოლოდინები, ეს პირველი მოწონება, უკვე ცხოვრება ხო სხვა რამ? კი, ცხოვრება სხვა რამე, ტურიზმი და ცხოვრება ძალიან სწავლდება.
მაგრამ მე გვქონდა ვარ, ანუ ადამიანი არ არის ხე, პრინციპში თუ შეგიძლია გადახვიდეთ თუ არ მოგწონს, მე მომწონს დღემდე, ძალიან მიყვარს და იმედია რომ კიდევ ბევრი საინტერესო რამე შემიძლია გავაკეთო თბილისისთვის, იმიტომ რომ თბილისმა მომცა ჩემი მეორე სახლი. მე ომამდე გადმოვედი, მაგრამ ანუ რა ვიცი, მართლა ჩემი მეორე სახლი ვიპოვე აქ, ჩემი სიყვარული შემხდა აქ, ოჯახი შევქმენი აქ და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. მე ისეთი დაბეჭდილება მჩება, რომ თქვენ მხოლოდ თბილისი არ გიყვართ, თქვენ ზოგადად მთელი საქართველო ძალიან გიყვართ. მაგრამ აი რომელ ქალაქს გამოარჩევდით კიდე და თუ არის იდეაში რომ კიდე ესეთი ილუსტრირებული ნამუშევარი სხვა ქალაქსაც მიეძღვნოს. ჩემი აზრით ქუთაისი იქნებოდა ძალიან საინტერესო. მაგრამ აქ კიდევ ეს ბიზნესიც არის. ანუ უნდა გაყიდო და თბილისი უფრო პოპულარულია, მაგრამ კარგი იქნებოდა ხო ქუთაისზე მაინც პატარა ტირაჟი რო გამოსულიყო. ძალიან მიყვარს მკვიდრო ისტორიული ქალაქია და მე მგონი იმსახურებს ყურადღებას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ არა მხოლოდ სტუმრობისთვის, არამედ იმისთვის, რომ აი ჩვენი ქვეყნით ასე ხართ დაინტერესებული, იმიტომ რომ პატივია ნამდვილად ამდენი წელი გაატარო სხვა ქვეყანაში, არამშობლიურ ქვეყანაში ასე მოგწონდეს. ძალიან დიდი მადლობა ქავთონდარია ბევრ წარმატებას გისურვებ ყველა მიმართულებით. მადლობა. ბედნიერი დღე. დიდი მადლობა. მაყურებელს კი შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო დარია ხოლოდილინა, რომელიც ესე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თუმცა ჩვენ მაინც აქცენტი გავაკეთეთ მის მიერ შექმნილ ციგნებზე. მაგრამ ყველა მიმართულებით ძალიან წარმატებული. ნამდვილად ასეა და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ.